რძის კრემი შემწვარი ხილით, საახალწლო დესერტი. დღეს მოვამზადოთ საახალწლო დესერტი, შემწვარი ხილი რძის კრემით. ეს რეცეპტი აღადგინა კულინარიული ისტორიული წიგნებიდან ჩემმა მეგობარმა ესმა კუნჭულიამ, რომელიც არის ქართული გასტრონომიული კულტურის მუზეუმის დამფუძნებელი. მე ვარ ბექა, ვარ ფოტოგრაფი და კულინარი არის ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილი. დავიწყოთ. ჩაიწერეთ ინგრედიენტები. 3 კვერცხი, ხორბლის ქვილი 4 სუფრის კოვზი, 1 ჭიქა შაქარი და 1 ლიტრი სანტეს რძე. ასევე სანტინოს 82%-იანი კარაქი 100 გრამი, ვანილი 2 გრამი, ნიკოზი 30 გრამი, პორტოხალი, ქლიავი, კივი, მსხალი, ვაშლი, ბანანი, 1 ცალი ყველაფერი. დავიწყოთ კვერცხის გათქვებით, კარგად გავთქვიფოთ, დავამატოთ შაქარი, ნელ-ნელა, ასევე გავთქვიფოთ და შემდეგ დავამატოთ ხორბლის ქვილი. ამასაც რო გავთქვიფავთ, შეგვიძლია დავამატოთ ნელ-ნელა სანტეს რძე. კარგად ესეც გავთქვიფოთ და მიღებული მასა ჩავაცხათ ქვაბში და შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე. გამუდმებით უნდა მოურიოთ. ამის შემდეგ რო შეთბილდება, დავამატოთ ვანილი, კარგად გავხსნათ, შემდეგ ჩავახეხოთ ფორთოხლის ცედრა, ესეც კარგად გავხსნათ და დავამატოთ სანტინოს 82%-იანი კარაქი. კარგად მოურიოთ, გავხსნათ და კრემი უკვე მზად არის. შეგვიძლია დავდოთ თეფშზე და გავაგრილოთ. ეხლა კი დავჭრათ ხილი. მე რა ხილითაც ვამზადებ, ყველაფერი დასაწყისში ჩამოგითვალეთ, მაგრამ ნებისმიერი ხილი, რაც კი სეზონზე შეგხვდებათ, რაც კი მოგინდებათ, ყველაფერი დავჭრათ. ფაქტიურად ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეხლა ხილის აჯაფსანდალი. დაჭრილი ხილი შევწვათ სანტეს კარაქში. როდესაც შეიწვება, ამოვიღოთ და დავადოთ კრემს ზემოდან. ეს დესერტი შეგიძლია მიირთვათ თბილიც, შეგიძლია მიირთვათ ცივიც, ძის კრემს დაკრავს ფორთოხლის გემო, ზემოდან მოვაწყოთ მოხალული ნიკოზი. მეგობრებო, მოამზადეთ და დამიწერეთ კომენტარებში რა აზრის ხართ ამ დესერტზე. მე როდესაც ეს პირველად გავსინჯე, ეს იყო სრული აღმოჩენა. ჩემი გამოწერა არ დაგავიწყდეთ, დროებით.